ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. რასაკეთებს ხელისუფლება ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გასაზრდელად და ჯობია თუ არა ქართული იმპორტირებულს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოითხოვე ქართულია და კარგია იყიდა ქართული. ამ სახელწოდების აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში დაგეგმულ აქციას საქართველოს პრეზიდენტი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოდ შეუერთდა. პარალელურად ქართული პროდუქციის საექსპორტო კატალოგზე მუშაობა დაასრულა მოძრაობა კარჯეს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ, რომელიც აღნიშნული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც არის. რაც აკეთებს ხელისუფლება ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გასაზრდელად და ჯობია თუ არა ქართული იმპორტირებულს. დღეს სტუდიაში ჩვენი გადაცემის სტუმარია ტარიელ ზივზივაძე. აქვე გეტყვით, რომ პრეზენტაცია რამდენიმე საათში გაიმართება აღნიშნული კატალოგის, თუმცა მანამდე ჩვენ მსმენელებს ექნებათ საშუალება უფრო მეტი მოისმინონ აღნიშნული კატალოგის შესახებ. ასევე ჩვენ სულ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე. დღეს პრეზიდენტი ქუთაისში იმყოფება, სადაც კამპანია მოითხოვე ქართულის ფარგლებში გეგმავს ეწვიოს რამდენიმე ქართულ საწარმოს. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონ ტარიელ, გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს და ამ მეტად საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში. მე ხელთა მაქვს კატალოგი, სამწუხაროდ ეხა მსმენელი ამას ვერ დაინახავს, მაგრამ ლაივში ხედავს. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გაწია მოძრაობამ ამ პერიოდის განმავლობაში. თუ შეგიძლიათ გითხრათ უფრო კონკრეტულად, რამდენი კომპანია არის ამ კატალოგში, რა საჭირო ინფორმაციას ნახავს მომხმარებელი და რა დატვირთვა აქვს? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ მოძრაობა კარჯის მთავარი დანიშნულება არის ხარისხიანი ქართული ნაწარმის, ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდა შევუწყოთ ხელი. ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად ვერაფერს ვერ იყიდის, ხო? ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ შარშან ჯერ კიდევ კარჯი კატალოგი, დავდეთ საიტზე, ისეთ სწრაფი ტემპი აკრიბა, რომ ვიფიქრეთ, რომ უკვე დროა რაღაც უფრო სერიოზულზე ვიფიქროთ, ამიტომ წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მუშაობა საექსპორტო კარჯი კატალოგზე და ის მიჭირავს ახლა მე ხელში 54 კომპანიის 65 ბრენდი და 399 ნაწარმი თავისი სურათებით, აღწერილობით საკონტაქტო ინფორმაციით არის თავმოყრილი აი ამ ფურცლოვან კატალოგში, რომელიც ახლა მე ხელში მიჭირავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ასევე ელექტრონული ვერსია, რომელიც ახლა დევს კარჯიზე უკვე, რომელიც ჩამოტვირთვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და მომავალი კვირიდან კიდევ უფრო მეტ შეიძლება, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტ ლაც მოგებთ ამის შესახებ. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ეს არის შეიძლება ითქვას მესამე სექტორის მიერ გადადგმული საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმიტომ რომ თქვენი მოძრაობა კარჯი ხელისუფლებასთან არ ასოცირდება და ეს გააკეთეთ თქვენ. მაგრამ საინტერესოა თავად ხელისუფლება რას აკეთებს ამ კუთხით, რომ გაზარდოს ქართული პროდუქციის პოტენციალი, არეალი გაზარდოს. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძეს, რომელიც ქუთაისიდან გვერდება. მაია, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. რამდენადაც მსმენელისთვის და ჩვენთვისაც ცნობილია, პრეზიდენტი შეუერთდა კამპანიას მოითხოვე ქართული და დღესაც გეგმავთ ქუთაისში რამდენიმე ქართული საწარმოს მონახულებას. ეს კარგია, რომ ზოგადად აქციას ესეთ მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები უერთებიან, მაგრამ უფრო კონკრეტულად, რა კეთდება ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს? უპირველეს ყოვლისა მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად ეროვნული პროდუქციის რეალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. პირველი, ეს აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, ანუ ზრდის ეკონომიკის მაჩვენებელს. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ 2016 წელი ჩვენ დავხურეთ 2.7% ზრდით, ამასთანავე უფრო სტაბილურს ხდის ჩვენს ეროვნულ ვალუტას და ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა გოგა ჩანადირის და ტარიელ ზივზივაძის მიერ დაწყებულ საზოგადოებრივი ხასიათის შეიძლება ითქვას კამპანიას, რომელიც 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის უკვე 12 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ახალი კამპანია დაიწყო, შეერთდა ეს კამპანია მოითხოვე ქართული
სახელწოდებით. ჩვენ თვლით პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი მიიჩნევს იმას, რომ მსგავსი ქმედებები ძალიან დიდ და გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ მოვინახულეთ უკვე რამდენიმე საწარმოებს, ყველაფერი დაიწყო პრინციპში მცხეთა-მთიანეთის რაიონიდან, ვიყავით აჭარაში, დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და ამით უფრო მეტ სტიმულს ვაძლევთ ჩვენ საზოგადოებას იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ეროვნული პროდუქციის რეალიზაციას. ჩვენ გვთვის ძალიან კარგად არის გასაგები ის რისკები, რომელიც თან ახლავს, ეს არის მიწოდების ფაქტორი, ფასის ფაქტორი, ხარისხთან მიმართებაში კორელაცია, თუმცა ვთვლით, რომ საზოგადოების ასეთი აქტიურობა ამ პროცესში კიდევ უფრო ხარისხიანს გახდის ჩვენს პროდუქციას და ფასთან იქნება შესაბამისობაში. და კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ხშირად გვხვდება, ჩვენ ადგილობრივი პროდუქცია გაცილებით ძვირია ვიდრე იმპორტირებული. გეთანხმებით. და მომხმარებელი ფასიდან გამომდინარე არჩევას აკეთებს იმპორტირებულზე. ამ პრობლემის მოგვარება როგორ უნდა მოხდეს? აი ხო ჩვენ ვხვდებით რა კომპანიებს, მათ ხელმძღვანელებს, ისინი ჩვენთან საუბრობენ იმ კონკრეტული პრობლემების შესახებ, მათ უწევთ გარკვეულწილად იმპორტირებული პროდუქციის საშუალების და გამოყენება იმისათვის, რომ აწარმოონ ადგილობრივი პროდუქცია, რაც უკვე რა თქმა უნდა ძვირია, მაგალითად მოვუყვან იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქტიც, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა აგრარული ქვეყანაა, მაინც ის ვერ უწევს ადგილობრივი პროდუქტი კონკურენციას თუნდაც იმპორტირებულს, რადგანაც ის არის მასობრივად წარმოებული და შესაბამისად მისი ფასი ქართულთან შედარებით უფრო ნაკლებია, რაც მომხმარებელი რა თქმა უნდა არჩევანს აკეთებს უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, ფასიან პროდუქტზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ ასეთ რამეს, რომ დავამთავრებთ რა ამ კამპანიას, შემდეგ გვექნება შეხვედრა აუცილებლად ამ კომპანიის წარმომადგენლებთან და არა მხოლოდ მათთან, ჩვენ ვიწერთ იმ კონკრეტულ პრობლემატიკას, რომლის შესახებაც რა თქმა უნდა გვაქვს კომუნიკაცია სახელმწიფო სამთავრობო გუნდთან და უკვე კონკრეტულად იქნება ჩამოყალიბებული ის გზები თუ როგორ გავაუმჯობესებთ ჩვენი პროდუქტი იმისათვის რომ ხარისხი და ფასი იყოს ერთმანეთთან კორელაციაში და მან კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ საქონელს. სავარაუდოდ ხვალ პრეზიდენტის გამოსვლაში ალბათ ყურადღება გამახვილდება ქართული პროდუქციაზე. აი თქვენ რაც დღეს ეხლა თქვით ამ წუთებში ეს შეხვედრები ალბათ ესეც დაანონსდება ხვალ პარლამენტის ტრიბუნიდან თუ რამდენად გაქვთ ინფორმაცია? არა, ეს არ დაანონსდება ხვალ პარლამენტში, იმიტომ რომ ეს პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ეს პროცესი და როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან არის მზაობა იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენ გქონდეს აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა. ანუ ინდივიდუალური თუ ეს იქნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც გაფართოებული შეხვედრა. ოღონდ იმით დავიწყებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, რადგანაც მოითხოვე ქართულის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს გარკვეული უკვე კონტაქტები ამ საწარმოებთან და არა მარტო ამ საწარმოებთან, არამედ ზოგადად სხვა კომპანიებთან. და აქცია როდის დასრულდება? შეგიძლიათ გითხრათ? თუ კიდე დარჩა რეგიონები, სადაც აპირებთ ასევე ჩასვლას და მონაწილეობას? კი, რა თქმა უნდა. საუბარი არის სრულიად საქართველოზე. გაწერილი დროთა განმავლობაში ჩვენ ვახდენთ უკვე შეთანხმებას თარიღებისას. კონკრეტული თარიღი, ანუ ჯერჯერობით ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ მიზანი არის მაქსიმალურად მთელი საქართველოს მოვლა და ყველა იმ პრობლემის გაცნობა, რომელიც არსებობს ქვეყანაში ეროვნულ პროდუქტთან მიმართებაში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მას ესე ახალი ამბავის დაანონსდა, მას შემდეგ რაც დამთავრდება ეს კამპანია, ანუ პრეზიდენტი მოინახულებს შეძლებს დაგვარად ქართულ საწარმოებს, შემდეგ უკვე გაიმართება მეწარმეებთან შეხვედრა, რომ ასე ვთქვათ, მათი პრობლემები მოვისმინოთ. მაგრამ თქვენ როდესაც დაიწყეთ სოციალურ ქსელში ეს კამპანია, მე აქვე მინდა ვთქვა გოგა ჩანაძე ჩვენ დაუკავშირეთ, მაგრამ ის ინდოეთში იმყოფება და შესაბამისად ვერ მოახერხა მოსვლა, მაგრამ ეს ძალიან აქტუალური გახდა ეს კამპანია. მე ძალიან ხშირად მინდა რომ ვიყიდო ქართული, სიმართლეს ვამბობ, მაგრამ როგორც წეგანა აღნიშნე, ფასი ადგილობრივი პროდუქციის უფრო მაღალია ვიდრე იმპორტირებული. შესაბამისად, როდესაც საქმე ჯიბეს ეხება, ამიტომ ну раз ახლა მოცემულობა ეს არის. ამ შეკითხვაში თქვენ გაქვთ ორი შემადგენელი. პირველი ის რა შეეხება კამპანიის თემას და მეორე უკვე მე დადიხარ კონკრეტიკაზე. კამპანიის მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება. და აგვირდით აი იწყებ რაღაც კამპანიას, ხო? ბუნებრივია, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი, ხო? ის სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მას აქვს ასევე თავის დასასრულიც, მაგრამ მთელი იდეა მოძრაობა კარჯისა იმაში მდგომარეობს, რომ ამას დასასრული არ აქვს. დავით მოძრაობა კარჯი რომ დაიწყო 2014 წლის 1 დეკემბერს ჩემ პირადი გამოწვევით.
ის დაიწყო მაშინ და ეს აღარ მთავრდება. ჩვენ ამ გზაზე გქონია კამპანია 1 2 3 და ასე შემდეგ, გამოწვევა 1 2 3 4 5 და 5 მე-5 იყო აგერ დეკემბერში და ესეთი ბომბი გავარდა რომ ხალხი ერთვებოდა მასიური გაყიდვები იყო ქართული ნაწარმისა და პრეზიდენტი ზუსტად დეკემბერში ჩაერთო და ჩვენ გქონდა პროექტები 1 2 3 და ეს არის და ასე შემდეგ და ეს არის ერთ-ერთი მორიგი სერიოზული, ყველაზე სერიოზული სვლა, რასაც ქვია საექსპორტო კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენაზე, როგორც ბეჭდური, ასევე ინგლისურენოვანი ვარიანტი. უბრალოდ ინტერნეტ ვარიანტი. ანუ ამით ისიც თქვა მინდა რომ ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ რომ გავჩერდეთ, საზოგადოება არ გაჩერდება, იმიტომ რომ ინტერესი არის ძალიან გაზრდილი. უბრალოდ ადამიანების მხრიდან რომ ვიყიდოთ ქართული ნაწარმი, მაგრამ გინდა ყიდვა და ვერ პოულობ. არც კი იცის საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რა არის საქართველოში ქართული რა იწარმოება. კომპანიები არის საქართველოში, რომლებიც ასობით ნაწარმს მარტო თვითონ აწარმოებენ. და რისი ბრალია მე ეს? თვითავად კომპანია არ არის აქტიური ამ შემთხვევაში. ყველას ბრალია ცოტა. კომპანიის ბრალიც არის, მედიის ბრალიც არის, უხმარებლის ბრალიც არის, დისტრიბუტორის ბრალიც არის, მინდა გითხრათ რეკლამასთან დაკავშირებით. მიდგომა ამან არის ერთი დიდი ჭირი, აი ეს კანონმდებლობა რეკლამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ მიყვარს ეს ბევრი მოდება, მე ვარ საქმის ადამიანი და ვაკეთებ კონკრეტულ საქმეს, როგორც არის მაგალითად ეს კატალოგი, როგორც არის დავუშვათ გამოფენა, გაყიდვა ან ფესტივალი, როგორც არის დავუშვათ ექსპორტზე კონკრეტული ნაწარმის გატანა. ანუ ლაპარაკის ნაცვლად მე ვაკეთებ ჩემი პიროვნული პოზიცია ესეთი, რომ არ მჭირდება ზედმეტი ფიქრი, გავალაგებ, ვიყიდი ქართულს და გამოვამზეურებ ჩემს ნაყიდს, როგორც პროდუქციას, ასევე ჩემს ქმედებას და ვაჩვენებ სხვას, რომ აი მოდი შენც იქნებ მოძებნო და იყიდო. მაგრამ რთულია ეს. ამას ყველა ადამიანს ვერ მოთხოვ, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი ნაწარმიც, რომელიც ხარისხითაც და ფასითაც ჯობია იმპორტირებულს. უბრალოდ მე მინდოდა რომ რაღაცნაირად ხა პირდაპირ ეთერში ყოველთვის მეკითხებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომ აი, კი ბატონო გვინდა, მაგრამ სად არის, ხო? სად არის მარტო ის არკმარა რომ აუხსნა ტექსტით, ხელებით, ფეხებით, უნდა აჩვენო. ამიტომაც არის რომ ჩვენ საექსპორტო კატალოგში არის 54 კომპანიის, 65 ბრენდი, 399 ნაწარმი, სულ 509 ჩანაწერი თავისი სურათებით, აი ხედავ მაგალითად ჩურჩხელას, ხედავ მის აღწერილობას და ხედავ საკონტაქტო ინფორმაციას წარმოებისას, რომელზეც შეიძლება ეგრევე აიღო დაურეკო და შეუკვეთო. მაგრამ აქ ხო არ არის ამ კატალოგში ხარისხის გარანტია და ფასის. ხარისხის გარანტია, სხვათა შორის ძალიან კარგს მეკითხებით, აი ხარისხის და ფასის გარანტია, აი ყოველთვის მწარმოებლებთან საუბარში ისევ სვამდი ხოლმე საკითხს, რომ თუ მას ეშინია ან თავისი პროდუქციის ხარისხის ან ფასის ის არ ამზეურებს თავის ნაწარმს. იცი რამდენი უარი მივიღე აი ამ თებერვალ-მარტის განმავლობაში? ანუ რამდენ კომპანიას დაუკავშირეთ? 1000-მდე კომპანიასთან მქონდა კომუნიკაცია ამა თუ იმ ფორმით. უარის მიზეზი რა იყო? უარის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში იყო ის, რომ არ არის მზად კომპანია, ან შეგნებით, ან ხარისხით, ან ფასით, ან იმას საერთოდ არ ინტერესებს გამოჩენა. პასუხისგებლობა თუ თulis რომ არ არის მზად, ეს უკვე პასუხისგებლობაა და ისე უდგება საქმეს. წარმოიდგინეთ 1000 გამორჩეულ შედარებით, ახლა 160.000 ბიზნეს ოპერატორია საქართველოში. 1000-მდე მწარმოებელსო დაელაპარაკები დიდი ან პატარიანი და მხოლოდ 54-ს მოძებნი კატალოგისთვის, ეს არის ძალიან ცუდი. 1000-დან 54 160.000 ბიზნეს ოპერატორი და 54 გითხრეს უარი რომ დობის მომენტი, ანუ თვლიან რომ ეს არ არის დაუშვათ, ანუ ეს ფაქტორი ამ ფაქტორს გამორიცხავ? კი, არ გამორიცხავ, მე მქონია ეგ შემთხვევა, ეს იყო 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, მაშინ სხვათა შორის ქარვასლასთან ერთად პირველად გავაკეთეთ გამოფენა გაყიდვა 220 კომპანიას ველაპარაკე და 22 ძლივს დავითანხმე და მაშინ რა გამოვიარე, ნუ ძნელი გასახდა, ეს ხო ურთულესი პროცესი. აი მაშინ მივხვდი ბევრ რაღაცას, მაგრამ ის როგორ მომენტი, აი მაშინ იყო ეს ნდობის მომენტი, რომ აი მე რამოდენიმე მიდაღზეს გიგბინა, აუ როგორ გამოვტოვეთ ეს შესაძლებლობაო. მაგრამ დღეს თუ კომპანიამ არის ის ჩვენ შესახების, ეგ ის დუნიაზე არ არის. დობის მომენტი აქ არის, აი მე რომ ვეუბნები, კი არ ვეუბნები, ვაჩვენებ, აგერ არის ყველა ანგარიში ჩვენს ვებსაიტზე თავისი სურათით, ვიდეოთი, ტექსტით, აბსოლუტურად ყველაფერი შედიხარ ნახულობ. ყველა ჩვენი აქტივობის ანგარიში, კორეაში ექსპოდან, სადაც 124 ნაწარმი წავიღეთ 46 კომპანიით დამთავრებული იმ ფესტივალის ანგარიშით, რომელიც ახლა ვახსენე. ყველაფერი იგდევს. როცა კომპანია იმას ნახულობს და კიდე ნდობის თემა ჩნდება,
აი უკვე მას სხვა პრობლემა აქვს აშკარად. მაშინ თქვათ რომ ესე იგი პასუხისგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს და ნებისმიერ შემთხვევაში რამე არ მინდა გაუაზრებელი გადაწყვეტილებები კომპანიისგან. მე მას ვეუბნები რომ აი ეს არის შესაძლებლობა ჩემი ამოცანა არის რომ ის ჩავაყენო საქმის კურსში ყოველთვის ნებისმიერი მხარე ვისაც აინტერესებს. აი ეს არის შესაძლებლობა რაც ხდება და მოხდება ყოველთვის ვეუბნები რომ ეს მოხდება ასე. თუ ის გაიაზრებს შესაძლებლობას და ჩაერთვება იმ მომენტში კი ბატონო ძალიან კარგი მაგრამ შეუძლია 1 წლის მერე ჩაერთოს. ახლა არის კომპანიები მაგალითად ხო აი ხლა აკეთებს საწარმოს ხო ჯერ არ მაქვს პროდუქცია რომელსაც შეიძლება სურათი გადავღო ელემენტარულად. შესაბამისად ეს ნიშნავს რომ არ არის მზად მაგრამ ის შემდეგი შანსი როგორც კი იქნება ეს ჩაერთვება ანუ ჩემი ამოცანა საქმის კურსში ვამყოფო მიზნობრივი საზოგადოება რომ როგორც კი შანსი იქნება ჩავაყენებ საქმის კურსში და თუ ის ჩაჭიროთ ჩათვლის ჩაერთვება. ანუ როგორც ესეთი მე არ ბრაზდები ანუ კი ბრაზდები ხანდახან მაგრამ ისე არა. ანუ ეს არის პირველი ეტაპი რომელიც გაგრძელდება მაგრამ თავარი რეალიზება როგორ მოხდება ანუ ვინ იქნებიან მომხმარებლები ამ კატალოგის პირველ რიგში ეს არის სპეციფიკური კატალოგი გათვლილი არის პირველ რიგში ექსპორტიორებზე და მე ბევრემ გავითვალისწინე კონტაქტები ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული ისრაელიდან დამთავრებული სამხრეთ კორეის ჩათვლით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ძალიან ბევრ კონკრეტულ ადამიანთან ვისაც აინტერესებს საქართველოსთან რისი გატანა შეუძლია მათთვის გავაკეთე მე სწორედ ეს საექსპორტო კატალოგი რომელიც მიზნობრივად არიგდება ბეჭდური ვარიანტი ხოლო ელექტრონული გავრცელდება მასიურად საგარეო უწყება თქვენი ამ შემთხვევაში აქტიური ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ყველა საელჩოსთვის და გენერალ საკონსულოსთვის ბეჭდური კატალოგების საექსპორტო კატალოგების მიწოდებაში ასევე ელექტრონულ ფაილებს მიაწოდებს სათანადო წარმომადგენლებს ელჩებს და ასე შემდეგ რომ მათ ხელთ კონდეთ კონკრეტული ინფორმაცია რომელსაც აჩვენებენ ნებისმიერ დაინტერესებულს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მით უმეტეს თან იქ სურათიც რო არის აღწერილობაც და უშუალოდ წარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია რომელსაც შუამავალის საქმეს ასე ვთქვათ ზუსტად გასაგები ახლა გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით რამდენიმე წუთში 292-11-92 ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები სტუმარი ეკონომიკსში ჩვენი პირდაპირ ეთერში ვართ შეგახსენებთ რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიკის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს ჩვენი გადაცემის სტუმარია მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე რომელმაც ქართულ საექსპორტო პროდუქციის კატალოგზე მუშაობა უკვე დაასრულა და ჩვენ საუბრობთ თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოთ და როგორ უნდა დავაინტერესოთ ზოგადად მყიდველი რომ არჩევანი გააკეთოს ქართულ პროდუქციაზე თუმცა ამ კატალოგის რამდენი ხნის განმავლობაში ამზადებდით მუშაობდით ამაზე? 3 თვე. თებერვალი მარტი. და იცით რა მაინტერესებს და ალბათ ბევრი წინააღმდეგობა ქონდათ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ისაუბრებთ რომ 1000-დან მხოლოდ 54 კომპანია დათანხმდა ამ შეთავაზებას. კი, ეს არის ცუდი მოცემულობა, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ დამოკიდებულება ჩვენი არის ესეთი რომ ჩვენ თვლით რომ ეს არის საჭირო მორჩა, დამთავრდა წერტილი. ვისაც ეს ესმის, მასთან ვითანამშრომლობთ. ჩვენ მე პირადად ახლა ძალიან ბევრ წარმოებელს ვიცნობ, შეიძლება ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ მისი საკონტაქტო მაქვს. ყველა სფეროდან, რაც სხვადასხვა ძალიან მახარებს პირველ რიგში, ეს არის რომ ჩვენთან კატალოგში მარტო საჭმელები არ არის, აქ არის ჯავშან ჟილეტიდან დაწყებული, შამპონით დამთავრებული. აი მაგალითად რა აღმოაჩინეთ, აი საინტერესო რომელიმე კომპანია ხან სახელმანდამენტ კომპანიას დაასახელებთ, მაგრამ წარმოების კუთხით, ანუ იპოვეთ თუ არა ისეთი კომპანია, რომელსაც არ იცნობდით და არ იცოდით, რომ საერთოდ რამე პროდუქციას აწარმოებდა, რამე განსხვავებული თუ შეგხვდათ. ისეთი რითაც შეიძლება რომ საქართველოს ღვინოს არ გულისხმობ შემთხვევაში, იმიტომ რომ ღვინოს ექსპორტის მონაცემები გაზრდილია. ზოგადად აი საინტერესო არის მართლა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აი დააკვირდით ვახსენე კიდე ჯავშან ჟილეტი, შამპუნი, საცხები არის ისეთი. თუმცა ქართული შამპუნი მე ბაზარზე არსად არ შემხოდრია. მახსოვს ერთი საწარმოო იყო, რომელიც დაიხურა რამ წლების წინ და ეხაც არის ესე. ისეთ როგორ არის ერთია რომ კონდეს ნაწარმი, მეორე არის რომ ის იყოს დახლზე. დახლზე ქართული ნაწარმის მოხვედრა, ეს არის უდიდესი პრობლემა. მეტიც რომ მოხვდე დახლზე, იქ რო პროდუქცია გაგეყიდოს და იქიდან რო ფული დროულად ჩაგერიცხოს მწარმოებელს, ეს არის პრობლემა. ანუ მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის მინიმუმ 2 რგოლია, ერთი დისტრიბუცია, მეორე რიტეილი, ანუ იგივე სავაჭრო წერტილი. ეს 2 რგოლი
თხადე ხან წარმოებლის ხარისაც არ გარკვეული პრობლემა მომხმარებლის ხარისაც, მაგრამ აი ამ ორ რგოლში იმდენი პრობლემა არის და წარმოიდგინეთ ერთი მაინც თუ არის ჩაწყვეტილი, ჩათვალეთ რომ სუპერ პროდუქტიც რო გქონდეთ, მომხმარებლებმა და უბრალოდ შეიძლება ვერ მიაღწიოს ამ თქვენმა პროდუქტმა. ანუ გზაში წარმოებლიდან მომხმარებლებამდე არის ძალიან ბევრი პრობლემა და ამიტომაც არის ძალიან ხშირად რომ ხა მე დავუშვათ მომხმარებელს ვერ გამომტყუნებ, როცა ის ამბობს რომ სად არის მაჩვენეთ ეს ქართული ნაწარმი, კაცო, იქნებ დავყიდულობ, ხო, ერთი ის ვერ მოგიხერხებიათ რომ დახზე დადოთ პროდუქცია. ხო, ძალიან ბევრს აქვს უბრალოდ ესეთი. კი, აი ქართული შამპუნი მე მაგათაც არსად არ ვინახავს. მაგრამ რომ გესმოდეს ადამიანს დავუშვათ, ხო, აი იმდენი პრობლემა არის გზაში ელემენტარულად რომ პროდუქტი მოხდეს დახლზე. აი არ ვიცი, გაგიჟდები ალბათ რომ თუ რეალიზება ვერ მოახდინა ამა თუ იმ საწარმო, მე ბრენდებზე არ მაქვს საუბარი, უკვე მცირე მეწარმეებს გულისხმობ. მაშინ სწორედ მანდა და წარმოიდგინეთ ახლა აი როგორ ებმება ეს მედიას გეტყვით. აი წარმოიდგინეთ მე ვარ მწარმოებელი, მაგ თუნდაც სუპერ პროდუქტი და მაგალითად ყველა დახზე ვერ ვახვედრებ ჩემ პროდუქტს. ხო ეს ასნიშნავს, ეს ქსელში პროდუქტი როცა არ არის, მე რეკლამასაც ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მე რო გავაკეთო თქვენთან რეკლამა, ელემენტარულად კაცი მომისმეს, ან ხალი მომისმეს და ის წავა და დაიწყებს ზებნას. ხო თუ დახზე პროდუქტი არ მექნა და ვერ მოძებნა იმ ადამიანმა, მთელი ჩემი დახარჯული ფული მიდის ჰაერში. ხვდებით, ანუ აი მე წარმოებელს რეალურად. აი რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაახლამდე მივიდეს პროდუქტი? დავსვათ ეს საკითხი, ძალიან კარგი თემაა ესა, პირდაპირ გეტყვით რომ რამოდენიმე ჯერ ავწიე ეს თემა ძალიან ბევრ მედია საშუალებაში, მათ შორის ტელევიზიებში, რადიოშიც ერთი-ორჯერ. ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პრობლემა ეს არის ქსელსა და მწარმოებელს შორის ურთიერთობა იმ ფონზე, როცა დისტრიბუციაზე თავსებს ან ერთი ან მეორე, დაუშვათ იქ ანუ დახზე პროდუქტი რომ მოხდეს, ჩავთვალოთ ეს არის ხარჯი წარმოებლისთვის, რომელსაც ბევრი ვერ გაჩავს. დაუშვათ იქ მოხდა დახზე პროდუქტი. ამის შემდეგ საჭირო არის მისი გაყიდვა, ანუ კამპანიისთვის ფული უნდა კონდეს დარეზერვებული მწარმოებელს, ელემენტარულად მარკეტინგის გეგმა უნდა კონდეს, რომელიც უმეტესობას უბრალოდ არ აქვს. აქამდე ჯერ ვერ მივიდა საქმე. დაუშვათ ეს ყველაფერი მოწესრიგებული არის და გააკეთდა სარეკლამო კამპანია, მივიდა მყიდველი დახთან, იყიდა მან ქართული პროდუქტი, დაუშვათ მოეწონა თუნდაც მეორედაც იყიდა. დაიხარჯა ხო ფული ქსელში, ქსელმა უნდა გადაუხადოს მწარმოებელს და მწარმოებელს ქსელებს ძირითადში მწარმოებელი ისეთ მდგომარეობაში ყავთ, აი ჩათვალეთ რომ ქსელს აქვს სრული კარტბლანში და მე კიდევ ვიცნობ ძალიან ბევრ მწარმოებელს, რომლის ვალი აქვს ყველას ქსელს. ეხლა შეხედეთ რა ხდება, დაუშვათ მე სიტყვაზე 1000 ლარის ნაწარმი გავყიდე და ეს ფული დევს რეალურად ქსელის ჯიბეში, მე მერგება დაუშვათ, მაგრამ არ მიხდის, ხო? ანუ ამოღების პრობლემაა. ამოღების პრობლემა არის დიდ სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში აქციები ქართულ პროდუქციაზე. აქაც პრობლემა არის, მოხვედრა და აქაც ფულია საჭირო? გეტყვით, ფული არის ყველაფერში საჭირო, მაგრამ გეტყვით, რომ 1-2 აქცია ისევე ვერაფერს შეცვლის, როგორც 1-2 მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს. აქცია ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ის არ იქნება თანმიმდევრული. ზოგადად ახლა ჩვენი თავარი გამორჩეული მახასიათებელი რა არის მოძრაობა კაცო? ჩვენ ამას ვაკეთებთ 800-ზე მეტი დღე ვაკაკუნებთ ერთ და იგივე თემას ყოველ დღე. ჩვენ ისე კი არა ვართ, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გამოვანათებდეთ, არა, ყოველ დღე ერთ და იგივე თემას ვატრიალებთ და მე ამაყება მართლა ის შედეგები, რომ პრეზიდენტის ჩართულია მთავრობას და ესე შემდეგ, მაგრამ ეს ადვილად ახარიდან არ მოფრენილა. იგივე სვალდებულება აქვს რეალურად მწარმოებელს, იმიტომ რომ მანაც უნდა თანმიმდევრულად დაალაგოს პროცესი და როცა ყველა ეტაპზე პრობლემას აწყდები, დაწყებული ქსელის არ გადახდიდან, იქაც კიდე თავისი პრობლემატიკა დამთავრებული კომუნიკაციის არარსებობის ჩათვლით მომხმარებელთან, იქ საუბარი ზედმეტია. ხშირ შემთხვევაში აქციაში მონაწილეობასაც აზრი არ აქვს ძალიან ბევრი მწარმოებლის მხრიდან. ანუ აი პრობლემები არის ყველგან, მაგრამ არის ერთი ამოსავალი წერტილი, რასაც ჩვენ მუდმივად ვატრიალებთ, თუ შეიძლება ესე ითქვას. ბაზარზე მომხმარებელი არის მეფე. ჩვენ, როცა ფულს ხარჯავთ, თითოეული ჩვენი მსმენელი, როცა ფულს ხარჯავს, ჩვენი ფულით ვავითარებთ ან კლავთ. აი გეტყვით რიცხვებს. საქართველოში შიდა ინვესტიცია თავრობის მიერ დახარჯული ფული არის 3.5 მილიარდ ლარამდე, მოსახლეობა ხარჯავს 4-ჯერ მეტს, 12 მილიარდ ლარზე მეტს და არასახელმწიფო სექტორი აკეთებს შიდა ინვესტიციას 6 მილიარდ ლარზე მეტს. ეს ყველაფერი დათვლილი მაქვს მე 2015-ის მონაცემებზე, 2016 რო დაითვლება საწარმოო რიცხვები, მე უკვე შევკრებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ შიდა ინვესტიცია ქვეყანაში ჩვენ გვაქვს 21 მილიარდ ლარზე მეტი, რომლისა
აბსოლუტური უმრავლესობა მიდის იმპორტულ ნაწარმში ხარჯება. ჩვენ სავაჭრო დეფიციტი გვაქვს 5.2 მილიარდი დოლარი. ეს არის სრული კატასტროფა ჩვენერი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა რომ არა არის არასტაბილურობა ნოემბერ-დეკემბერში. ხო, მაგრამ ბოლო მონაცემებით ექსპორტის მაჩვენებელი არის გაზრდილი, მაგრამ პარალელურად იზრდება იმპორტიც. მაგას ვიძახი, მე წარმოიდგინეთ ჩვენ უარყოფითი ბალანსი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სიტუაცია გეტყვით. აი ტურიზმის შემოსავლები იზრდება და შარშანდელი მონაცემები წინა წლისას აღემატება მთელი 200 მილიონი დოლარი, თავიდა 2 მილიარდ 200 მილიონ დოლარზე მეტი ყოფილა შარშან ტურიზმიდან შემოსავალი. ექსპორტი ოდნავ გაიზარდა, 2 მილიარდს ცილდება ისიც. გადმორიცხვები საქართველოს იმან მოქალაქეებსა, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ასევე გაიზარდა. ამით იმის თქმა უნდა, რომ ქვეყანას შემოსავლები იზრდება, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ხარჯი არის იმდენი, იმპორტი მაგალითად იმდენად აი 5 მილიარდ 200 მილიონი დაჭარბებს ექსპორტ. შარშანდელი მონაცემებით ეს ნიშნავს, რომ მთელი ის შემოსავალი, რაც ქვეყანას შემოვიდა, როგორც გაბზარულ ქვევში არ გაჩერდება არანაირი სითხე, ხო? და გადის გარეთ. ზუსტად იგივენაირად, არა მხოლოდ გადის, არამედ მიყვება მილიარდზე მეტი კიდე. ანუ ჩვენ ქვეყანა ჯამში მარტო სავაჭრო დეფიციტი გვაქვს 5 მილიარდზე მეტი მინუსი, საგადამხდელო ბალანსი კიდე მილიარდ დოლარზე მეტი მინუსი გვაქვს. რა ეკონომიკურ ზრდაზე შეიძლება ამ სიტუაციაში რთულია ძალიან. ჩვენ რასაც ვიძახით, წარმოიდგინეთ ქართულ ნაწარმში რო ხარჯავ ფულს, ის ფული რჩება ქვეყანაში, ის ფული ბრუნავს ქვეყანაში და იმ 21 მილიარდი შიდა ინვესტიციიდან, რეალური ინვესტიციიდან ჩვენ რომ მილიარდი გამოვგრიჯოთ. ანუ თქვენ ხა იქით მიდიხართ რომ იმპორტის შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში. პირიქით ჩვენ ვიძახით რას მაგრამ როგორ წავახალისოთ ადგილობრივი რომ უპირატეს მდგომარეობაში უბრალოდ ჩვენ ვიყიდოთ მართლა არის ხარისხიანი, ჩვენ ვიყიდოთ ხარისხიანი ნაწარმი, ნელა მოვიძიოთ ეს ქართული ნაწარმი, ყოველგვარი რამე ესეთი ხისტი აკრძალვის გარეშე, გავაკეთოთ ის, რაც არის ელემენტარული, უბრალოდ როცა გვინდა რაღაცის ყიდვა, მოვიძიოთ ქართული ალტერნატივა, თუ გვაქვს ხარისხიანი, ვიყიდოთ ის მილიარდი დოლარი რო გამოვგლიჯოთ ჩვენ იმპორტს და დავტოვოთ ქართულ ეკონომიკაში, მარტო ეს მოგცემს ორნიშნე ეკონომიკურ ზრდას. მე ვიცი რა პედალს მივაჭრე. ხელისუფლებას აქვს ბევრი პროექტი, იგივე აწარმოეს საქართველოში, სადაც ფინანსდება, ასე ვთქვათ და ყოველ შემთხვევაში ცხადდება, რომ ხელს უწყობენ ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და ასე შემდეგ. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება? ძალიან კარგი შეკითხვაა და მე კიდევ კარგი, ყოველთვის ვამბობ ხოლმე და მართლა ასე, კიდევ კარგი რომ ეს პროგრამები მაინც არსებობს. იმიტომ რომ ის აძლევს ოპონენტები ხელისუფლების წვლიან რომ ეს არის ჰაერში გადაყრილი. არავითარ შემთხვევაში ხა დაუნახავით არ უნდა იყო ადამიანი, რაც კეთება არის აუცილებელი, მაგრამ გაჯერდა ეს პროგრამები და იმის იქით ვეღარ მიდის, ახლა მიდის რესტრუქტურიზაციები, ძალიან კარგი რაღაცეებია, მუდმივად ეძებენ ახალ იდეებს, მაგრამ დააგვიდით, აი წარმოიდგინეთ ქალბატონებმა ნებისმიერი ქართული ოჯახი და ჩვენ გვინდა რაღაცა წინ წავიდეთ რა, ხო, მარტივი ოჯახი რა. უნდა კონდეს იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე გაქვს ხარჯი. ხო, ელემენტარულია. თუ გინდა პლუსის, ესე ვთქვათ, ნაზრდის გაზრდა, ერთი რომ უნდა იფიქრო ან შემოსავლის გაზრდაზე, ან უნდა ხარჯი შეამცირო, ხო? ჩვენ როგორც ქვეყანას გვეზრდება შემოსავალი, მაგალითად ტურიზმიდან და ესე შემდეგ, მაგრამ ასევე გასავალი გადის ქვეყნიდან იმპორტ ექსპორტის სავაჭრო დეფიციტის სახით, ანუ რასაც ჩვენ ვიძახით ქართულის ყიდვის დახილით პოპულარიზებით და კეთებით, რაც მთავარია და ამის ჩვენებით. ჩვენ ვტოვებთ, ჩვენ გასული საშუალებას არ ვაძლევთ ამ ფულს, რომ ეს დარჩეს ქვეყანაში და კეთილდღეობა გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკური ჩვენი და შენი. პირადად და ჩვენი მაყურებლის, იმიტომ რომ როცა 5.2 მილიარდი არის მინუსი სავაჭრო დეფიციტი, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ჯიბიდან 200 დოლარი ამოიღეს საშუალო. ანუ მარტო ჩემი ბრალია რომ ქართულს ავყიდულობ, დაუშვათ. ყველას არა, მე ისე არ მინდა გამიგოთ რომ მარტო ჩვენი ბრალი არა. თითოეული ადამიანი რომელიც გაუაზრებელ ყიდულობით გადაწყვეტილებას იღებს, გარკვეულად უნდა გძნობდეს, ხო, უნდა ესეთი სიტყვა, მაგრამ მის პასუხისგებლობაც არის ამ ყველაფერში. როცა მაგალითად მე ვერ ვიპოვი სიტყვაზე ქართულ შარვალს და ვიყიდე იმპორტულ შარვალს, ხო, სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ გასაგებია, მაგრამ როცა მე დავუშვათ, აგერ ხედავ რომ სუპერ ქართული კარაქი არის და აგერ იმპორტული კარაქი, რომელიც კარაქი არის თუ არა, ღმერთმა იცის, ხო, და მაინც ამ იმპორტულს ვიყიდე. ალუჩაში რომ 109 ლარს გადაიხდი კიდე. იცი რა, ეხა ადამიანს უნდა და გადაიხდის, მაშინ ადგეს ვიღაცამ გააკეთოს ქართული დადოს ქართული ალუჩა და გადაიხდის რა. მე ზუსტად აი ამ არ კმარა წარმოებელმა რომ გააკეთოს, უნდა იყოს მოთხოვნა ჩვენგან. მე თუ არ მოვითხოვեմ წარმოებელმა რაც არ უნდა გააკეთოს, არ მინდა, ხო?
ჩემი საზოგადოებრივი მენტალიტეტის შეცვლაზე მე იმას კი არ ვეუბნები ხალხს, რომ აი მთავრობას კი არ უნდა უყურო ხელებში. მთავრობა ხარჯავს წელიწადში 3.5 მილიარდ ლარს. მოსახლეობა ხარჯავს 4-ჯერ მეც და კიდევ უფრო მეც. სად არის რეალური ინვესტორი? მოსახლეობა აი ძალა არის ჩვენ ხელში რეალურად. მთავრობა ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ხარჯავს. აგაშენათ უმეთმა ზუსტად, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენ ვართ მეფე ბაზარზე 12 მილიარდი გვიჭირავს ხელში მოსახლეობას მარტო. კარგით, გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ თითოეულმა მოქალაქემ რა თქმა უნდა, ეხლა მე გულისხმობ იმაზე იმის იქით რაც უკვე ეკეთება, რა შეიძლება გავაკეთოთ, ხო? კიდევ უფრო მეტად უნდა მივეძალოთ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, სადაც არ არის უნდა მოვითხოვოთ. აი მაგალითად გავავრცელებთ ეხლა ჩვენ ამ კატალოგს. ხო, აი გადავშოთ გადაშალა უბრალო ადამიანმა და ხედავს კონკრეტულ აი ამ წვენს, ბროწეულის წვენს, რომელიც გასინჯული მაქვს, არის მართლა სუპერი დეგუსტაციაზე მოიგო პირველი ადგილი. არ დაგხვდება ობიექტში მოთხოვე იმის პატრონს, რომ შემოიტანოს ეს ობიექტი. მეორედ არ დაგხვდება კატეგორიულად მოთხოვე. მესამედ არ დაგხვდება და რასაც არავინ არ გააკეთებს, ბატონო, თქვენ ხო კარგაკეთებს. ბევრი აკეთებს, კი, ნამდვილად ბევრი აკეთებს უკვე. ანუ თითქმის ყველა პროდუქციის ქართული ანალოგია ამ კატალოგში მოხვედრილი. მე რასაც თვალი გადავავლე, ხა შეიძლება ითქვას, რომ რასაც ჩვენ იმპორტირებულს მოვიხმართ, თითქმის ყველა პროდუქციის ანალოგია მოხვედრილი. ნუ კიდევ უფრო ბედს მისურვებდი, მაგრამ ეგეც დროის ამბავია რა. და დღეს პრეზენტაცია რამდენიმე საათში დაგეგმილი და ეს ყველა კომპანია ყავთ დაპატიჟებული. კი, აუცილებლად, აბა რა. და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. კი. მე ის გადამჩენია წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზის საუბრისთვის. მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი ტარიელ ზიბზიბაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მას ასე მოითხოვე ქართული და ქართულ პროდუქციას გავაკეთე პოპულარს და ვიყიდოთ ქართულია და კარგია. ესეც სლოგანები არის საკმაოდ საინტერესო. სლოგანი არის სუპერ და გინდათ ამის ისტორია საიდან წამოვიდა. 2014 კი 2014 წლის 1 დეკემბერს როცა ვიწყებდი ჩემ პირად გამოწვევას, ვეძებდი სლოგანს რა, რომ აი ყიდულობდი ყოველდღე ქართულ ნაწარმს მთელი დეკემბრის განმავლობაში და გლდანის ბაზარში ყიდულობდი ხალხს და ქალბატონმა როცა ფული გადაუხადე, ქართული ყველაფერი კარგიაო ჩაილაპარაკა რა და ჩამრჩა გონებაში ეს და მე ამა რო იდუღა დადუღდა სლოგანში ქართული ყველაფერი კარგია. მე როცა მოძრაობა უკვე ვებსაიტი გავაკეთეთ, ვიფიქრე დომენზე და ვა კარგია ლოგიკურად წამოვიდა კარგი და მე უკვე როცა ვაძიარებდით აი ამ ყველაფერს ამ მთელი წლების განმავლობაში ვიყენებდი ქართულია და კარჯი ირე და ქართულია და კარგია, ქართულია ბრუნავდა და შაშანდელი წლიდან მოყოლებული. აი ეს ჰეშტეგი გამოიყენება პრაქტიკულად ყველას მიერ, ვინც კი ამ თემასთან ცდილობს ასოცირებას. ეს ძალიან მაემაყება. და კიდევ ერთი ხა გამახსენდა რომ საუბრობთ ეს ქართული დიდი ჰიპერმარკეტები მოდიან ხო ამ ქართული პროდუქციის რეალიზებაზე თუ არ ქონიათ ამაზე? იცით რა მე მინახავ სოციალურ ქსელში აქციები ქართული იყიდეთ არ დავასახელებ ხა ჰიპერმარკეტებს მაგრამ ხასიათი ამას არ აქვს და როცა 1-2 გამონათება არის თუნდაც წლის განმავლობაში ეს ვერაფერს ვერ ცვლის. მე ვიცი ერთი რომ არის ზოგიერთი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი რომელსაც ძალიან დადებითი დამოკიდებულება ქართული ნაწარმის მიმართ. ზოგისთვის ზოგთან ცხვირს ვერ შეყოფ ისეთი მდგომარეობა. იმიტომ ვერ შეყოფ რომ სწორედ რომ ქართული გაქვს და იქ არის ძალიან სერიოზული სამუშაო და სახელმწიფო სტრუქტურებს თუ რისი გაკეთება შეიძლება მანდ მაგრამ არსებობს ქვეყნები სადაც პირდაპირ კანონმდებლობაში არის დაფიქსირებული ბევრი რამ მათ შორის ისიც რომ ის ვალდებულია შეიტანოს და დახლი გამოყოს ქართული ნაწარმისთვის ძალიან ბევრი ელეგანტური სუბსიდია ხდება წარმოების სექტორში სახელმწიფოს მიერ დღეს ჩვენთან ამ ქვეყანაში აქ უბრალოდ სამუშაო არის აი ჭკვიანურად მოხდეს იმ მოდელის მოფიქრება როგორ შეიძლება ქსელების დონეზე შეუწყო ხელი ქართული ნაწარმის რეალიზებას იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენს და მეც რაც არ უნდა გვინდოდეს კონკრეტული ნაწარმი თუ ის არ დაგხვდა დახალზე ხო ძალიან რთულია ვინმეს მოთხოვო კილომეტრები იაროს მოსაზებნად დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ტარიელ ზირზივაძე მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი მომავალ ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრებით დაბრუნდებით მადლობთ ნახვამდის ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა, სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.